ერთ უწყლო ადგილზე ერთ კაცს ჰქონდა გაკეთებული ჭა. ჭა ხო იცით რაც არის? და ხალხი რომ მოდიოდა ხოლმე გზიდან დაღლილი, წყურვალი, ესე იგი მზისგან დასიცხული. ეს კაცი ამოიღებდა ხოლმე ამ ჭიდან წყალს და დაალევინებდა ხოლმე და ეს მათთვის იყო ძალიან დიდი ნუგეში. ახლა თქვენ ხო არის ხოლმე რომ აი გაკვეთილზეც წყალს რო დაალევთ ხოლმე ხო გაქვთ რაღაც. ზოგჯერ ერთი გაკვეთილი ვერ ძლევს ადამიანი რომ წყალი არ დალიოს და მით უმეტეს ახლა ამ ხელა გზიდან დაღლილი ადამიანი რომ მოდის მისთვის ძალიან დიდი ნუგეშია ამ წყლის დალევა. მოხდა ერთხელ ისე რომ აი ამ ჭაში რაც არის ჩაკიდული ამას რა ქვია იმას რითიც იღებენ ხოლმე წყალს. ხო და მაგვედროს ქართულად ქვია სათლი. სათლი. კი ვამბობთ ესე ვედრო მივეჩვიეთ რაღაცნაირად, მაგრამ ქართულად ქვია სათლი. ხო და ეს სათლი ჩაუწყდათ ამ ჭაში და შიგნით ჩავარდა. ეხლა იქიდან ამოღება ურთულესი საქმე იყო, ამიტომ რაღაცა პერიოდი ეს სათლი აღარ ქონდათ. ეს ამ კაცთან ერთად არის თავისი პატარა შვილიშვილი. და ერთხელ ერთი კაცი მოდიოდა, ურემით მოვიდა. ახლა ეს შვილიშვილი ეკითხება პაპას რომ, პაპი, ეგო როგორი კაცი იყო? და პაპამ უთხრა, ეგ შვილო კაცი არ იყო. მიხვდებით რატომაც უთხრა. მერე მეორე მოვიდა, გარკვეული დროის მერე მეორე მოვიდა. იმანაც თავისი სათლი გადმოიღო ურემიდან. ჩააბა, წყალი ამოიღო და დალია. ამათაც დაალევინა პაპას და შვილიშვილს. მერე ისე მოხსნა ეს თავისი სათლი დადო ურემზე და გააგრძელა გზა. ახლა შვილიშვილი ეკითხება რომ, პაპი, ეგ როგორი კაცი იყო და პაპამ უთხრა, არც ეგ იყო კაციო. გავიდა კიდე დრო, მოვიდა მესამე კიდე მგზავრი. იმანაც იგივე გააკეთა თავისი სათლით ამოიღო წყალი, დალია და რომ ნახა რომ სათლი მათ არ ქონდათ, დაუტოვა ეს თავისი სათლი, ჭაზევე დატოვა და ისე გააგრძელა გზა. და პაპას ეკითხება, ეგ როგორი კაცი იყო და პაპა რას ეტყოდა? ეგ იყო კაციო. ეგ იყო კაცი. ესე იგი, ანუ კაცი, ანუ ეგ იყო ადამიანი, ეგ იყო კაციო, გესმით? ანუ რა განსაზღვრება შეიძლება ვთქვათ, რომ ვინ არის ადამიანი? ვინ არის ადამიანი, ვინც სხვაზე ზრუნავს. მე მგონი ის პაპა შენიყავე. არა? ვინც სხვაზე ზრუნავს, აი ეგ არის ადამიანი. იმიტომ რომ ვინც მხოლოდ თავის თავზე ზრუნავს, ის როგორ იქნება ადამიანი? იმიტომ რომ ღმერთმა ადამიანი აი ესეთი ჩაიფიქრა, ესეთი შექმნა, რომ ის სხვაზე უნდა ზრუნავდეს. სხვას უნდა გამოადგებოდეს. ადამიანი თუ მხოლოდ თავის თავს გამოადგება, ის პაპა ხო ვერ იტყოდა, რომ ეგ კაცია, ვერ იტყოდა.